ნიუ-იორკის სასამართლომ, რომელიც ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეს განიხილავს, 55 წლის მუსიკოსის შონ კომპსის, იგივე პიდიდის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. 2 ივლისს ცნობილი რეპერი ნაფიცმა მსაჯულებმა 5 ბრალდებიდან მხოლოდ 2 საქმეზე ცნეს დამნაშავედ. შონ კომპსი დამნაშავედ ცნეს პროსტიტუციის ხელშეწყობაში, რადგან მას სწორედ ამ მიზნით მიჰყავდა ხალხი დანიშნულების ადგილას. დანაშაული მაქსიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა დაცვის გუნდი თვლის, რომ არსებული მდგომარეობით ბრალდებულს მაქსიმუმ 2 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ნაფიცმა მსაჯულებმა პიდიდი გაამართლეს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის ნაწილში, რაც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულის დაცვის გუნდმა სასამართლოს წინ გამარჯვება აღნიშნა. დღევანდელი დღე დიდი გამარჯვების დღეა. ეს შონ კომპსის, ასევე ნაფიც მსაჯულთა სისტემის დიდი გამარჯვებაა. ყველამ ნახეთ, რომ ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორები შონ კომპსს ყოველმხრივ დაუპირისპირდნენ. ისინი არ ჩერდებიან, მაგრამ ჩვენსა და ციხეს შორის არიან ნაფიცი მსაჯულები. ეს არაჩვეულებრივი გუნდია. მათ ყველაფერი მოისმინეს და სიტუაცია სწორად შეაფასეს. მათ შონ კომპსი გაამართლეს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის საქმეში, რომელშიც ის სრულად უდანაშაულო იყო. უდანაშაულო იყო ყველა კომპონენტში, გატაცებასა და ცეცხლის წაკიდებაში, ასევე სამართლიანობის დამყარებისთვის ხელის შეშლაში, რასაც უკვე მხოლოდ მე აღარ ვამბობ. ესაა ნაფიც მსაჯულთა განაჩენი. ამრიგად, დღეს დიდი დღეა. ესაა გამარჯვება შონ კომპსისთვისა და ჩვენი იურიდიული გუნდისთვის. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შონ კომპსი სასამართლო დარბაზში მუხლებზე დაეცა და ლოცვა აღავლინა. დაცვის გუნდმა განაცხადა, რომ ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეცვალა სამართლებრივი ლანდშაფტი და შონ კომპსი $1,000,000 გირაუთი უნდა გათავისუფლდეს. თუმცა პროკურორის თანაშემწე მიიჩნევს, რომ იგი პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგან მომღერალი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მოსამართლე არუნ სუბრამანიანი განმარტავს, რომ მოქმედი კანონით ამ ეტაპზე პიდიდის ვერ გაათავისუფლებენ, თუმცა საბოლოო განაჩენის თარიღი უცნობია. შონ კომპსის დაცვის გუნდი აცხადებს, რომ ბრძოლას არ შეწყვეტს, სანამ უდანაშაულო ადამიანს არ გაათავისუფლებენ.